თქვენ რომ არ გითხრათ, მეც ვიცი რომ რაღაცნაირად გასული საუკუნის 30-იანი წლების, ანუ იმ დროის ჩეკის მსგავარ, როცა კარზე კაკუნის ყველას, ან თითქმის ყველას ეშინოდა. მართალია იმ აუბედითი ეპოქიდან ლამის 90 წელი გავიდა, მაგრამ თანამედროვე ქართული ოპოზიცია ირწმუნება, რომ საქართველოში დღესაც ბოლშევიკური რეპრესიები ბძინვარებს. ეს შეიძლება უტრირებული ნათქვამია, მაგრამ ადამიანი, რომლის კარზეც ახლა დავაკაკუნებ, დაკითხვებს მიჩვეულია. უფრო მეტიც, ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში დასდეს. ამხანაგური სასამართლო მოუწყვეს და შიდა პატიმრობაც მიუსაჯეს. სხვათა შორის გარკვეული რეპრესიები მეც გამოვიარე. ყველაფერი კი ზუსტად 1 წლის წინ დაახლოებით ასე დაიწყო. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ადამიანებმა ტელეკომპანია იბერიას მფლობელებს ზაზა ოქუაშვილსა და ნატო ჩხეიძეს მოსთხოვეს, რომ წვერიანი კაცი, ესე იგი მე, იბერიადან გაეშვათ. მათ იბერიადან არ გამიშვეს. სამაგიეროდ იბერია დაიხურა. ვიღაცეებს გაუხარდათ, რომ წვერიანი კაცი გააჩუმეს და ეკრანზე აღარ გამოჩნდებოდა. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ჩემთვის დაიკეტა არათუ პროსახელისუფლებო, არამედ ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების კარიც. თუმცა როგორც ის მაღალი იტყოდა, ნუ რას უკაცრავად. ქალბატონებო და ბატონებო, ინტერვიუ ვანიჩკასთან სხვა სივრცეში ძველი ფორმატით, ძველი მწვავე კითხვებით ბრუნდება. ასე რომ დამელოდეთ, ნებისმიერ დროს შესაძლოა თქვენს კარზე დავაკაკუნო. მაშ ასე დავიწყოთ. მე მგონი ისევ ეშინიათ კარზე დაკაკუნებს. მეგონა შეგეშინიათ კარზე დაკაკუნებს. შემოვალ მე თორე არ გადმოხვიდე. შიშად დაკაკუნეთ. ესე თქვენ ხო მიჩვეული ხართ. ხომ გავა 30-იანი წლების შეკის თუ არა, ხო? ესე ხელისუფლებას არ აკაკუნებს. აბა როგორ აკაკუნებს ხოლმე ხელისუფლებას? ზარს რეკავენ. ზარს რეკავენ? ხო, მაგრამ მე მაინც ისე რამხიარულად ხართ კაცო. არა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი შტამბეჭდავად გაისმა ხმა. შემზარავადაც. და თქვენ რამს გეშინიათ? არა, უბრალოდ. მაშინ არ შეგშინებიათ პოლიციის უფროს რაღაცის რომ მოუწყეთ. პოლიციის უფროსი არ იყო? საპატრულოს უფროს? თავით რო დაეტაკეთ კახეთში? ველისციხეში. ხო, კახეთია ველისციხე. ხო, მაშინ არ შეგშინებიათ, ჩემი შეგეშინდა? არც ეხა შევშინებია, უბრალოდ არ ველოდებოდი, ზას ველოდებოდი და კაკუნის სხვა ის ბრახუნი იყო, კაკუნი არის. ისე მაჩვენეთ რა, ის რო გიკეთიათ რაღაცა. ხელისწავლება შეიძლება თუ რა დარეკავს და ვინმე შეიძლება. ისე მეც მაქვს, ხო, ჩემი ის არის საათია და არავინ არ მithვალთვალებს რა, ისე. ისე ვინც არ იცის, ხო, როგორ წარმოიდგინეთ, რომელიმე მიღებაზე რომ მიხვიდე გამოწყობილი, ეხა არ იცოდნენ, არ გიცნობდნენ ვინ ხარ, ვინ იფიქრებს, რომ ეს არის რაღაცა ხო, ძალიან მოდური. სამაჯური იფიქრებს, რომ რაღაცა თანამედროვე რომელიღაცა საათია, ხო? ესე პირდაპირ გამომიყვანეთ ვერანდაზე, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე თავისუფალი სივრცე თქვენი, ხო? პრინციპში აქ გავატარე 3 თვე. 3 თვე. და უყურებდით მშვენიერ ხედს. 3 თვე აქ გავატარე, აქ გვიან ღამამდე დილიდან თითქმის აქ ვარ, აქ ვარჯიშს ხოლმე პერიოდულობით. აჰა. თავისი სახტუნაოთი და ნუ განჩენ ეხა მე მადლობაც უნდა უთხრათ მე ოცნებას. დავჯდეთ რა. დავიღალე არაფერი. დავზანდით. სტუმარს მოყალეთ ყოფილ ხართ. ხო. მოკლედ. ძალიან ხერულად დამხვდით, არ ველოდი რა. ისე რო იცოდეთ, ახლა არ ვაპირებ ბატონ ნიკა რომ ვილაპარაკოთ მარტო იმ ამბებზე, რაც ბოლო დროს განვითარდა. ეს ხო ყველა მიცის. კი ბატონო. რაღაცები ამოვქეთეთ თქვენი წარსულიდან და იმ თემებზე ვილაპარაკოთ. ისე ძალიან გულიანი ადამიანი ყოფილხართ, მართლა რომ ჩემთან დაჯდომა გაბედეთ. მე ხო არა ვარ ვიღაცა ის რა ხა ისეთი კითხვები დაგისვათ, რომელიც თქვენ გიამბებათ მაგრამ. ეჭი სიოგანიტო ველოდები კიდევ, ველოდებოდი კითხვებს, რომელიც ალბათ ხშირად არ ისმის ჩემს მიმართ, იმიტომ რომ მუდმივად რაღაცა ახალი ხდება და იმ ახალი ამბიდან გამომდინარე ისმება კითხვები და ხა ვიცი რა თქვენი გადაცემები და მიყურები არაერთი რაღა დაგიმალოთ. ამიტომ არ მიყვეს ასას მეუბნებით. მზად ვარ ეხლა. და გულწრფელობისთვისაც მზად ხართ?
კი, აბსოლუტურად. ყოველ შემთხვევაში ვეცდები თავიდან მომდო ვიყო გულწრფელი. არ მომატყო თორე მეორე სამეჯურს მე დაგადებ მეორე ხელზე იცი. არა. ისთვის. არა. მაშინ მოდი დავიწყოთ თავიდან. დიახ. უბრალოდ დავბრუნდეთ 7 წლით ადრე. კი ბატონო. 2012 წელს. კი ბატონო. ჯერ ერთ იცით რა, გონია რომ იმ დროს თქვენ პოლიტიკური ალღო ღალატობდათ. არა? რას გულისხმობთ? იმას გულისხმობ რომ კაცო, თქვენს ადგილას ნებისმიერი ადამიანი ყოველ შემთხვევაში 100-დან ალბათ 90 სტავკას გააკეთებდა იმ პარტიაზე, რომელსაც ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა რომ ხელისუფლებაში მოსულიყო. თქვენ კიდე ადექით და ბრაღ შეხვედით ნაციონალურ მოძრაობაში. აი ამას გულისხმობ. ხო, ეს არ იყო პოლიტიკურად წამგებიანი თამაში ხო დაიწყეთ მაშინ. ეს არ იყო 7 წლის წინ, ანუ 7 წლის წინ 2012 წელი იყო, ეს იყო 2014 წელი. მით უმეტეს მაპატიეთ ახლა 2 წელი. თბილისის მერობის მერის არჩევნები, როდესაც კამპანია, როდესაც გაჩაღდა და გადაწყდა რომ მე ვიქნები ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი, ისე რომ თავადაც არ ვფიქრობდი რაღაც დაგიმალოთ. აბა ჩაგიდე ეს მერობის ამის შემდეგ არა მოგიყვებით, აი ამის შემდეგ 2014 წლის ბოლოს უკვე გავხდი სრულფასოვანი წევრი ნაციონალური მოძრაობის. ეს ოფიციალურად. დიახ. მაგრამ 2012-ში, ნუ არიდებთ კითხვა. არა, არც 12-ში და არც 13-ში, 12-ში ხა კი ბატონო 2012 ხარდამჭერი ხო იყავით კაცო? ნაციონალური მოძრაობაზე მივეცი ხმა რა თქმა უნდა 2012 წელს და სხვათა შორის ერთხელ მაგ ნაციონალური მოძრაობის ხმა მიცემული მთელი 9 წლის განმავლობაში და ისიც 2012 წელს. ხო და მაგას გეუბნებით რომ პოლიტიკური ალღო მეთქი სადაც სხვანაირად მოიქცეოდა 2012 წლის ოქტომბერში. გეტყვით. შენ განგებ არ მოვიქეცი, იმიტომ რომ მოვიქეცი ისე როგორც ჩავთვალე საჭიროდ. ეხლა 2003-დან 2007 წლამდე ქვეყანაში არ ვიყავით ფიზიკურად არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებდი. 2008 წლის არჩევნებში ხმა არ მიმიცია მიხეილ სააკაშვილისთვის და ეს მიშამა ძალიან კარგად იცის და ბევრჯერ ამაზე გვისაუბრეთ თუ რატომ და ასე შემდეგ. 2010 წლის არჩევნებზე არ წავედი, საჯარო მოხელე ვიყავი მაშინ და არ წავედი, ნუ ჩემი ხმა მაშინ არ წავედი. ანუ მიშას მიეცით შანსი რომ გაეყალბებინა. 2012 წლის 1 ოქტომბერს ბუნებრივია შეგნებულად მივეცი ნაციონალურ მოძრაობას ხმა და ალბათ ეს კითხვის ნიშნებს ბადებს, ხო? ეხლა თქვენთვის რატო მანამდე არ აძლევდი პოლიტიკური ალღო მეთქი თქვენი? არა, მიმოჩე ასე ვხედავდი, არ ვიცი, ამ გადმოსახედიდან რეტროსპექტივაში უფრო გამიმტკიცდა ის პოზიცია, რომელზეც ვიდექი. არ მქონდა რწმენა მაშინდელი ოპოზიციისა და ვხედავდი ბევრ პრობლემას ნაციონალურ მოძრაობის რიგებში, მაგრამ ამავე დროს ვხედავდი შანს გამოსწორების, რაღაც დაგიმოვოთ, მით უფრო აი ციხის კადრების შემდეგ. ხედავდი რა, მათ შორის რუსულ, ასე ვთქვათ, ხელების ფათურსაც და იმ შემთხვევაში თუ ნაციონალურ მოძრაობას თეორიულად, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო ამ განმოსახედიდანაც, არათუ პრაქტიკულად, თეორიულადაც გამარჯვება მოიპოვება, მაგრამ თუ კი მოხდებოდა, ძირეული ცვლილებები განხორციელდებოდა. აი ამაში ვიყავი დარწმუნებული და სწორედ ამიტომ მივეცი ნაციონალურ მოძრაობას ხმა. კარგი და საერთოდ დამჯერი ადამიანი ხართ? გააჩნია. აი მაგალითად მშობლებს თუ უჯერებთ? აი ხა ფუნდამენტურ საკითხებში კი რა თქმა უნდა, ხა და ანუ ასთა სხვადასხვაობა არსებობს ოჯახშიც და არა მხოლოდ ოჯახშიც. ხო, მაგრამ ის ქართული ანდაზა ხო იცით რა? მამის წინ მარბენალ კვიცო. დიახ. ხო, ანგელი შესჭამსო და რა ვიცი. ხო და 2012-ში თქვენ მამის წინ დაიწყეთ სირბილი. მეტიც მე როგორც ვიცი, მე და მამა თქვენს გვისაუბრია ამაზე სხვათა შორის, სერიოზული კონფლიქტი ქონდათ იმის გამო, რომ ანზორმელია მაშინ აქტიური მხარდამჭერი იყო ოცნების და ოცნებას მისცა ხმა. თქვენ ნაციონალურ მოძრაობას და კონფლიქტიც მოგევიდათ. კი ბატონო, სამომაში არა მხოლოდ მამა. არა, მამა აქ მნიშვნელოვანია და ხო მშობლები. დაც მაშინ ხა ოჯახი არ მყავდა არც შვილი და კი ბატონო, სხვადასხვა პოლიტიკურ მხარეს ვიდექით. მაგრამ დღეს მიხარია, დღეს ყველანი ერთად ვართ. გვიკამათია, მაგრამ არა სიღრმისეულად, იმიტომ რომ ვუთხილდებოდით ერთმანეთს. აზრიც არ ქონდა ეხა მამასთან კამაც. ეხა მამა როდესაც მეგონა სახში მაგალითად იყო თავის აძინებელ ოთახში სამსახურის შემდეგ დაღლილი, უცბად პულტით ხელში გადავთვალდი ტელევიზორს და აღმოაჩენდი რომელიღაცა ტელეგადაცემაში მაგალითად ერთხელ აკუბარდიასთან იჯდა გადაცემაში საუბრობდა რაზე ისაუბრებდა არჩევნების რამდენიმე თეატრი, ხო? ანუ მაშინ კოცი იყო მამა თქვენი. იცით რა, კოცი როგორ, ნუ კოცი რა არის საერთოდ ბევრისთვის, კოცისთვისაც ეხა არის შეურაცხყოფელი რატომ ყავს ბევრისთვის, რომ კოც რატო ეძღა, არ არის აბრევიატურული დასახელებაა, ხო? ანუ
ქართული და ოცნება და ბოლოში რაღაცა სუფიქსი, ხო? ქოცი. კი ბატონო, ეხა ხარდაჭერი იყო იმდენად, რამდენადაც აი ხმამაღად საუბრობდა ყველგან. არწმუნე ფონედოსკოპს სანამ დაადებდა პაციენტს გუნკერძე, მანამ მე მგონი პოლიტიკაზე ესაუბრებოდა, მაგრამ არაერთხელ მithქვას, როგორ მოახერხა ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა და თელმა მისმა ასეთ ეპიზოდმა გუნდმა, რომ ასე 180 გრადუსით შეცვალა მამაც. და არა უკანასკნელი 1 და 2 წელი მხოლოდ რა. ხო, მე მგონი არ ვიცი ოცნება. როგორც არკა შეიცვალა მამა, უბრალოდ დამოკიდებულება შეეცვალა საკითხების მიმართ. ეხლა ჩვენ შეგვიძლია გავშალოთ ეს საკითხი რატო და როგორ, მაგრამ ნუ როგორც ასეთესობით ადამიანმა შეიცვალა დამოკიდებულება, უკეთესის მოლოდინი ჰქონდათ ობიექტურად და მიიღეს უარესი იქაც, სადაც მაგალითად ნაკლები პრეტენზიაც ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ხო? იყო ეხლა სფეროები, სადაც არ ჰქონდათ ეხლა ბევრს პრეტენზია. თქვენ ცხოვრებას რო გადავხედოთ, ხო? ვიდრე აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვებოდით, თქვენც პერიოდულად იცვლიდით პოლიტიკურ გემოვნებას. არა, არასოდეს არ შემეცვლეს. ნუ მატყუებთ. რას გულისხმობთ? რას გულისხმობ? კარგად გაიხსენეთ. კი ბატონო. გულში ჩაიხედეთ. კი, გულში ჩავიხედით და გაიხსენეთ ის პერიოდი, როდესაც ზურაბიშვილი ტოვებს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას. გახსოვთ? სალომე ზურაბიშვილი? ხო, მაშინ რომელი წელი იყო ეს? 2005 თუ 6. არა, 2005 და 6, როდესაც იყო, მე საქართველოში არ ვიყავი. 2003 წლიდან 2007 წლამდე მე ხო, შეიძლება 7, ნუ არა. ქვეყანაში არ ვიყავი სასწავლებლად. აი, პოსტ ეს პერიოდია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ტოვებს. კი ბატონო, მე საყოველთაოდ ცნობილია, გითხარით კიდევაც ზემოთ, რომ ხმა ნაციონალურ მოძრაობას. ხმის მიცემაზე არ არის. ერთხელ მივეცი 2012 წელს. ხმის მიცემაზე. შესაბამისად არ ვიყავი მხარდაჭერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვიყავი ოპოზიციონერიც ვიყავი მხარდაჭერი ოპოზიციის გარდა 2008 წლისა და ვაღიებ 2008 წელს მე მიშა სააკაშვილს ხმა არ მივეცი და რატო? იმიტომ რომ ნუ მაშინ ვთვლიდი, რომ ჩემს გარშემო ხდებოდა ბევრი უსამართლობა, რაზეც ჰქონდა პროტესტი და არ ვიყავი პოლიტიკურად ანგაჟირებული. აი არც ერთ ოპოზიციური პარტიის ლიდერს კი არა, აქტივისტს, მაშინდელი ოპოზიციური პარტიის ლიდერს. არათუ ლიდერს, აქტივისტსაც კი არ ვიცნობდი. აი ეს უბრალოდ რამდენიმე აქციაზე ნამყოფია როგორც საჯარო მოხელე. ესე იგი, მე მესმის, რომ მეგრელთან, ლაპათან, პოლიტიკოსთან ლაპარაკი ცოტა რთულია, მაგრამ მე არ კონკრეტულად გეკითხები. გაიხსენეთ იპოდრომის აქცია. კი ბატონო, რომელიც იღებდა მონაწილეობას. ვარ ნამყოფი. ხო, და ამაზე მეტი რა უნდა გაიკეთებინა კაცო. 2008 წელი და ვიყავი საჯარო მოხელე. სხვათა შორის. ანუ მაშინ თუ ცუდი იყო მიშა და ნაციონალური ვიყავი, არა, მქონდა პროტესტი უსამართლობასთან დაკავშირებით. რიგი უსამართლობები ხდებოდა და ამასთან დაკავშირებით ჰქონდა მე პროტესტი და იმ კონკრეტულ არჩევნებზე მე ჩავთვალე საჭირო თუ ჩემი ხმა არ წასულიყო ნაციონალური მოძრაობისკენ 2008 წელს და არც კი მივეცი ხმა მიშა სააკაშვილის და მეტიც ვიყავი იპოდრომის აქციაზე თელი შეგნებით თელ ჩემს სამეგობროსთან ერთად აი ესე ჭონქაძის ქუჩიდან რომ დავიძარეთ მახსოვს ტაქსი ზღომა ფულიც კი არ გამოგვართო ეს ობიექტურად უნდა ითქვას და პირიქით ბოდიში გაგვიხადა რომ ბოდიში მოგვიხადა რომ ვერ იყო ჩვენთან ერთად ესეც სიმართლეა და მივედი რისთვის არა უბრალოდ აქციაში მონაწილეობის მისაღებად რაღაც დაგიმოვოთ მე მეგონა რომ იქ მისვლის შემდეგ იქ შეკრებილი აურაცხელი რაოდენობა მოსახლეობისა და ძირითადად იქ იყო თბილისი გამოსული მართლა ძალიან ბევრი ხალხი იყო თოვლი იყო გახსოვთ ალბათ მეც იქ იყრებოდით ეჭვმას არა ახლა წამოვიდით მე ვიყავ თქვენ არ იყავით მე ზოგადად არა ვარ ეგეთი აქტიური მოქალაქე არ ვიცი რამდენი იყო მაგრამ ძალიან ბევრი იყო კი ძალიან ბევრი ყინვა გაყინული იყო ფეხით სასიარულო ასე ვთქვათ სივრცე მახსოვს რომ გზადაგზა ვიღაცები ვარდებოდნენ ხანში შესული ხალხიც და მე პირადად მივედი იქ მეგობრებთან ერთად იმ მიზნით და იმ განცდით და იმ მოლოდინით რომ იქიდან წავიდოდით რუსთაველის გამზირისკენ სადაც იმ დროს უნდა ჩატარებულიყო მიშა სააკაშვილის ინაუგურაცია და გრეჩი ხომ არ წამიყვა ინაუგურაცია რაღა დაგიმოვოთ აი ეს პროტესტი მქონდა და რომელიღაცა ლიდერმა არ მახსოვს როდესაც თქვა რომ ჩვენ ახლა უნდა დავიშალოთ მას ბევრი არასასიამოვნო ეპიტეტი ესოლეს იპოდრომიდან და ისინი იდგნენ რაღაც ამაღლებულზე მახსოვს და ერთ-ერთი ვიყავი მეც მე
მხოლოდ იმიტომ წავედი იპოდრომის აქციაზე, რომ მონაწილეობა კი არ მიმეყო, უბრალოდ გარიყავი და ეხლა რომელიღაცა მაშინდელი ლიდერისთვის მომესმინა. ანუ ჩემი პროტესტი აქტიურ მოქმედებაში მომეყვანა, რასაც ველოდი, რომ თითქოს დაიძრებოდნენ ესენი და თელი ვაკესაბურთალოს გზით ბოლომდე ჩავიდოდით რუსთაველის გამზირამდე და დღეს მე ბევრ ჩემ მეგობარს ნაციონალურ მოძრაობაში ხო საუბრობ და ეუბნები და ეს ხალხი ჩვენ დაბზრულიყავით იპოდრომით და რუსთაველის გამზირისკენ თქვენი ინაუგურაციას ვერ ჩაატარებდით. ნუ მე ასე მგონია, მაგრამ იმიტომ რომ იქ ხალხი ფიქრობდა ერთს. ლიდერებმა გააკეთეს. აბსოლუტურად დისონანსი იყო ლიდერები. მოსული. ხალხი ლიდერები იყვნენ, ხალხთან მოსულები აბსოლუტურად ორი სხვადასხვა პოზიცია დაფიქსირდა და ნუ მე როგორც ჩანს გაირკვა ნაწილობრივ მაინც სიმართლე რა და როგორ მოხდა. ეხლა რატო ვიყავი და როგორ ვიყავი? კი, მაგრამ ახალგაზრდა კაცი ვიყავი 26 წლის. მიმაჩნდა რომ პროტესტი ჩემი იყო გულწრფელი და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, აი ვიღაცის თხოვნით კი არ მივედი, რომელიღაც ოპოზიციური ლიდერის, ან აქტივისტის, არა, ხო, ვის უნდა ეთხოვე ხა ჩემთვის, ხო? აი ეს ჩავთვალე საჭირო და მივედი. იმ წუთას იქ უნდა მდგარიყავი. და რას ვაპროტესტებდი? ჩემის აზრით ვაპროტესტებდი იმას, რასაც ვაპროტესტებ ახლა, უბრალოდ ახლა გაცილებით მეტი შესაძლებლობა მაქვს რომ ჩემი სათქმელი მივიტანო. აღარა გაქვთ არა? რატომ? სახში ზიხართ, სადღა გაქვთ ახლა. უნდა თქვენ რო ხართ, გაცილებით მეტი შესაძლებლობა მაქვს. მაგრამ 2008 წელს ის ხალხი საბოლოო ჯამში აღმოჩნდა მართალი რა თვალსაზრისით, იცით? არ მოისმინა მაშინდელმა ხელისუფლებამ მათი პროტესტი. კი. რომ მოესმინა, მე დარწმუნებული ვარ დღეს ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა. არა, კაცო, ეხლა ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. არა, ნუ მე ჩემი აზრი ესეთი. ბიძინა ივანიშვილი თუ კი ვთქვათ პასუხისმგებლობა იმეს უნდა დადგეს, ხო, იმ 9 წელზე, აქ პასუხისმგებლობა დგა ბიძინა ივანიშვილიც, ივანიშვილისაც, იმიტომ რომ იგივე 2003 წლის ვარდების რევოლუცია როგორც გაირკვა, დააფინანსა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ რო გვეგონა სოროსი აფინანსებდა. ეს მან თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, თინა ხიდაშელმა თქვა უბრალოდ. თუმცა ეს სხვა ამბავია. ამას კი თუ გინდათ მიპასუხეთ ამ რეპლიკაზე. ეხლა ვარდების რევოლუციას ჰქონდა უამრავი მონოპოლარი და ვერავი ვერ უარყოს თვით ბიძინა ივანიშვილიც კი. უბრალოდ ჩემის აზრით, თავი პრობლემა რატომაც მე ვიდექი იმ დღეს 2008 წელი იყო, მე მგონი თებერვალი, არ მახსოვს, ხო ზუსტად. ინაგურაცია იყო იანვარში. ხო, თუ იანვარში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით კრიტიკას ვერ უძლევდა წინა ხელისუფლების საქმიანობა, მაგრამ თავარში წინა ხელისუფლება არ შემწდარა არასოდეს, მათ შორის რა თქმა უნდა მიშა სააკაშვილი სახელმწიფოსთან მიმართებაში იყო მართალი და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ სახელმწიფოებრივი საფუძვლები ჯერ შექმნილიყო და მე განმტკიცებულიყო, მაგრამ არ იყო არანაირი პოლიტიკური კონტროლი და კონტროლის მექანიზმები ძალოვან უწყებებზე. და ეხლა სიმართლე თუ გინდათ გითხრათ, ამან უფრო წამიყვანა და არა ცალკე აღებულა მიშა სააკაშვილმა 2008 წელს. კი ბატონო. რამდენიმე მაღალჩინოსანმა ძალოვანის მე ჩემთვის ახლა რო ვიხსენებ ხა რეტროსპექტივაში ნამდვილად მიბიძგა რომ იქ ყოფილიყავი იმ დღეს და პლუს რამდენიმე პოლიტიკოსი მახსოვს ძალიან ცუდად ნაციონალურ მოძრაობის დროს რომლებიც არ რომელიც აი შავზე ამბობდნენ რომლებიც შავზე საუბრობდნენ თეთრს მე შემიძლია გითხრათ რომ არც ერთი მათგანი ხა გულახდად გეუბნები ნაციონალურ მოძრაობაში არ არიან სად არიან აბა არ არიან ერთის გარდა არა ერთი არა ნაციონალურ საერთოდ პოლიტიკაში არ არიან ან ქართულ ოცნებაშიც არიან მაგრამ არა აქტიურ პოლიტიკაში სამაჯურს გაფიცეთ მაშინდელი მოლაპარაკეთავები ხო და ვინ იყვნენ კაცო მოძრაობის თუნდაც ახლა გირგვლიანის საქმეზე შავზე თეთრს რო იძახდნენ ახლა პროტესტი როგორ უნდა გამჩნეოდა 26 წლის ბიჭს რატო არ ვიცოდი რომ დამნაშავე იყო მაშინ სახელმწიფო დაწყის დღეებში ანუ სწორ ადგილზე შექმნეს პრობლემა და გულდასაწყვეტია ჩემთვის უდიდესი ვებერთელა ვერც აღწევს ვერც ერთი სიტყვა ალბათ გაკეთებული საქმეები გადააყოლეს რამდენიმე მძიმე შეცდომას არადა სწორად მოქმედების შემთხვევაში არც მე და არც 10,000-ობით ქართველი მაშინ იპოდრომზე არ იდგებოდა. კარგი, მაგრამ კიდე ერთი დეტალი მინდა გაგახსენოთ თქვენი წარსულიდან. თქვენ არა მარტო აქციაზე იყავით იპოდრომის, არამედ აი გახსოვთ ლონდონში რო სწავლობდით? თქვენ ლონდონში ჯერჯერობით ასაკიძევა შესაძლებლობას მახსოვდეს 10 წლის წინამდელი ამბები. და აი ლონდონში რო სწავლობდით, როგორ ერქვა ეკონომიკისა და პოლიტიკის სკოლა, ხო?
მე ვსწავლობდი ოქსფორდში, მაგრამ ლონდონში ხშირად ჩავდიოდი, ვიცი რასაც გულისხმობთ ალბათ. ლონდონის უნივერსიტეტში, ანუ ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა, ანუ ლონდონის უნივერსიტეტში მიწევდა ხოლმე როგორც სტუდენტს ხშირად ვიზიტი. აბა ეხლა გაიხსენეთ იმ დროინდელ რომელ ნაცთან მოგივიდათ ჯახი. კი ბატონო, 2006 წელი იყო. ხო. 2006 დიდი წელი ნაცი იყო. იყო მაშინ. 2006 წელი იყო და ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი ერთ-ერთი უპირობო ლიდერი იყო. და ქვეყნის მეორე პირი იყო ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ვიზიტით იყო ჩამოსული და ხდებოდა ქართულ სტუდენტებს და არა მხოლოდ ქართულ სტუდენტებს აი ამ უნივერსიტეტში. მანამდე ქონდა მას შეხვედრა მარგარეტ ტეჩერთან, მაშინ ცოცხალი იყო მარგარეტ ტეჩერი და მახსოვს ზედმიწევრით კარგად მიდო დააგვიანდა საათნახევრით და ლექცია უნდა წაეკითხა გაყინული კონფლიქტები სამხრეთ კავკასიის რეგიონში. და რა თქმა უნდა იქ მე კითხვა-პასუხის რეჟიმი როდესაც ამოქმედდა მე ვისარგებლე ამ შესაძლებლობით და დაუსვი ხო მისთვის იმ დროს არასასიამოვნო შეკითხვა ბრულად რო თქვა წვავე ვიყავი არ დაგიმოვდა მომზადებული კითხვა მქონდა ვინ მოგამზადებია არა ნუ ახლა ჩემთვის ახლა ვიცოდი რომ ჩავდიოდი ესე იგი იმ დროს იყავით აი ნამდვილი კოცი ხო არა შუაში სტუდენტი ვიყავი რა კოცი რის კოცი არა აი როგორც დღეს კოცები ელაპარაკებენ ნაცებს ეგეთი აბსოლუტურად წამოდი არა ვითარ შემთხვევაში ხა 2006 წელს ნამდვილად არ ყოფილაზე უბრალოდ ხედავდი ბევრ წარმატებას და დიდ გიგანტურ ნაბიჯებს პროგრესიულ გადადგმულს ბევრი მიმართულები და ხედავდი უზარმაზარ ჩავარდნას სასამართლო სისტემის კუთხით და სწორედ ჩემი კითხვა ქალბატონ ბურჯანაძეს ამასთან დაკავშირებით დაუსვი რაზეც ნუ ვილად რო ვთქვა ასევე გაცხარდა და მახსოვს მითხრა რომ ალბათ ეს ჩემი პირადი მოსაზრება იყო ჩემი კითხვა მდგომარეობდა რაში მაშინ როდესაც აი ამდენი მიმართულებით აი ამ მოკლე ვადაში ხო 3 წელი იყო ისინი ხელისუფლებაში ხელშესახებად იგრძნობა წინსვლა პროგრესი ხალხი კმაყოფილია რა ჯანდაბა დაგემართათ სასამართლო სისტემაში და მართლმსაჯულების კუთხით რატო აქციეთ კლავ რაღაცა სახელმწიფო კანცელარიის ერთ-ერთ განყოფილებად და რაშიც არ დამეთახმა კატეგორიულად ახსოვს ალბათ ეხლა ქალბატონ ნინოს ეს ყველაფერი, ნუ სხვა პასუხსაც ვერ გამცემდა მაშინ ნაციონალური მოძრაობის უპირობო ერთ-ერთი ლიდერი იყო. ესე იგი, გიკა ბატონ, ნახეთ მოცემულობა როგორ ხარ ნერვიულობ. არა რატო? არა, რა ვიცი, სახში. ემოცემულობა გვაქვს ეგეთი. იყავით ჩვეულებრივი ანტინაცი იმ დროს, ხო? ერთ წამით. კითხვა დამასწრებული. ყოველგვარი ახსნა გადმარტების გარეშე მიპასუხეთ. როგორ მოხდა ეს ახალგაზრდა ლონდონში განსწავლული ადამიანი უცებ ხელისუფლებაში. ანუ საჯარო მოხელი როგორ გახდა? მოკლედ მიშამ როგორ დაგავერბა უკან. აბა რა, ჩამოხვედით ლონდონიდან უკხარით და არა 2003 წლიდან ანუ ვარდების რევოლუცია როდესაც მოხდა ქვეყანაში, მე ქვეყანაში არ ვიყავი. ხო, თუმცა ზონდერობასაც გაბრალებდნენ რევოლუციის მერე. ხო, კოცები ამბობენ რომ ზონდერი იყო, ახლა მე კი ვიცი რომ ეს. ხო, ნუ ეს საერთოდ ისტორიული თუმცა დააჯერეს ვიღაცები, წარმოვიდგინეთ ეხლა ეს 2014 წლის კამპანიაში, როცა თბილისის მერობის კანდიდატი ვიყავი, პირველი ერთ-ერთი მსხვერპლი ქართული ოცნების პროპაგანდის მე გახდით რა. ეხლა მათ ხომ შენიოთ იცოდნენ, მithumetes სპეცსამსახურებმა ვინ ვიყავი, რა ვიყავი, საიდან მოვდიოდი, რა გზა მქონდა გავლილი და ეხლა შემოხედეს, იფიქრეს რომ ეხლა ამას ლოთობას ვერ დავაბრალებთ. ნარკომანობა ვერც ნარკო ხო ალბათ ნარკოტიკების მომხმარებლობას. ნარკოტიკი. ბატონო? ნარკოტიკი გაკეთებია. არა, არ გამიგეთებია. არც მოგიწევია. არა, კი, მომწევია. ბევრჯერ. აი ეხლა რა ჩიდაპატიმებაში ხარ და რა? შეიძლება რა ჩიდაპატიმებაში არ ვარ. აბა რა არის? ნუ ინგლისში ბევრჯერ მომიწევია და არა მხოლოდ ინგლისში, მანამდეც და მეერეც რა არის. აქ დასამალი. გაკეთება არც ერთხელ, რა თქმა უნდა. ხო და რას ვსაუბრობდი, აზე გამოწყვეტიეთ ეხლა თქვენ. ახლა სულიერი მოძღვარი არა ვარ, რომ გისმინოთ და მე აღსარება ჩავიბარო. ანუ, როდესაც მე ჩამოვედი საქართველოში, მალევე დავიწყე მუშაობა საჯარო სამსახურში. ხო და როგორ დაიწყეთ მეთქი? აი, როგორ მიიღეს? ანუ რას ვერ ხო იცოდნენ რომ კაცო თქვენ იყავით? საიდან იცოდნენ რა იცოდნენ? რო იქ ნინოს რომ თავზე დაამხეთ ყველაფერი. არ იყო ასე, არა თუ სიმართლესათვის უნდა ითქვას, ეხლა იპოდრომის აქციაზე ვარ ნამყოფი მაშინ, როდესაც გეუბნებით, რომ პროტესტი ჩემი იმდენად მაღალი იყო, რომ ბზად ვიყავით, ყოველ შემთხვევაში სურვილი იყო ჩემი.
მაშინ მქონდა სურვილი თუ მქონდა შტურმით აღების რაღაცის. მართლა? ხო, ნუ ახლა ეხლა იტყვია რომ ეს არ არის ხანდაზმული საქმეო და კიდე რაღაცებს შემწერია. რა მქონია, ნუ მე ყოველ შემთხვევაში არ მქონია პრობლემა 2007 წელს არავის არ უთხრას თუ 8 წელს რომ აი შენ რო იქ იდყავი ამ საჯარო სამსახურში რატო ხარ? ობიექტურად მე თვითონ წამოვედი საჯარო სამსახურიდან. ჩამოვედი, რა თქმა უნდა, ეხლა რამდენიმე ადგილას ჩემი CV დავაგზავნე და ერთ-ერთ სამსახურში სულ რაღაც 1 წელი ვიმუშავე და მაინც 1 წლის განმავლობაში მოხდა, აი ვიცი 7 ნოემბერიც, მოხდა ბევრი სხვა რამე. რატო არ წამოხვედით? წამოვედი მე ხო გითხარით. მაგრამ მაშინ როდესაც იპოდრომზე ვიყავი, მე ვიყავი საჯარო მოხერე და არა ჩემთან არ მოსულა ობიექტურობის უნდა იყო. 7 ნოემბერი მოხდარი იყო, კაცო. მიშა ვიტო გადა. გავიგე. 8-ში რატო არ გადადეკით? დილითვე 8-ში. ნუ ახლა 7 ნოემბრის აქციაზე არ ყოფილვარ. 7 ნოემბრის აქციაზე არ ყოფილვარ, ორ აქციაზე ვარ ნამყოფი, ერთი იპოდრომის აქციაზე და მეორე რესპუბლიკის მოედანზე იყო აქცია, არ მახსოვს, მე მგონი იპოდრომის აქციამდე იყო რამდენიმე ხნით ადრე რა. და მე პროტესტი მქონდა კონკრეტულად ადამიანის უფლებების შელახვასთან დაკავშირებით არ ვალავ და ამ გადმოსახედიდანაც მიმაჩნია რომ სწორი პოზიცია მეკავა. პროტესტი მქონდა გივლიანის საქმისთან დაკავშირებით. მქონდა და გამომითქვამს კიდევაც. საჯაროდაც არაერთხელ და ეხა არც მწყინს, არც მწვენია პირიქით მე ამაყება და ვფიქრობ რომ ამ გადმოსახედიდან მაშინ როდესაც ახლა ვარ იქ სადაც ვარ მორალური უპირატესობა მაქვს მათ შორის ბევრ ქართული ოცნების ლიდერთან მიმართებაშიც კი რომლებიც მაშინ ტაშ უკრავდნენ ყველაფერზე ნაციონალურ მოძრაობას და დღეს თითქოს ოპოზიციაში არიან ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ რამ განაპირობა, რატო ვიყავი და იქ სადაც ვიყავი და რატო ვარ ახლა, ხო? როგორ განაცდით მე? არა, იმიტომ რომ დავინახე გულახდილად გეუბნებით. მე პაუზა მქონდა 1 წელი არ ვიმუშავე, მას შემდეგ რაც წამოვედი საჯარო სამსახურიდან 2009 წელს საჯარო სამსახურში კვლავ დავიწყე იუსტიციის სამინისტროში მუშაობა და ჩემი პოზიცია იმასთან დაკავშირებით თუ რაც არ მომწონდა ადამიანის უფლებების შელახვა და მარცხაჯულება კვლავ ძალაში რჩებოდა, თუმცა შიგნიდან ხედავდი რესურს, არ დამივალოთ, ხედავდი რესურს ცვლილებისა იმ შემთხვევაში თუ რაღაცეები შეიცვალა ნაციონალურ მოძრაობის რიგებში. 2012 წელს ამიტომ მივეცი მე ხმა ნაციონალურ მოძრაობას განსაკუთრებით ციხის კადრების შემდეგ. ციხის კადრების შემდეგ, რომელიც იყო არ შევიდეთ ამ თემაში, ხო, ეხა ინსპირებული, დადგმული და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ იყო პრობლემები და მე ვარ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დავიბოდე და გავიზარდე შუაგულ თბილისში და ძალიან კარგად ვიცოდი, რომ კარანტინის პრობლემები არსებობდა. იმიტომ რომ არაერთხელ ყოველ შემთხვევაში თხოვნითაც მომმართავთ მაშინ ჩემთვის ან ჩემ მეგობრისთვის და ყოველთვის საქმის გულში ვიყავი, რომ ვიღაცა დაუყავებიათ და იქნებ სიტყვა შევაწიოთ და საკანში სწრაფად აიყვანონ. ანუ ეს ნიშნავდა რომ მაშინ პრობლემა იყო და ამის შესახებ მეც ვიყავი საქმის გულში. მაგრამ მაინც მეცით თქმა უნდა. არა, იმიტომ რომ იქით მხარეს ჩემთვის მაშინ ბიზინა ივანიშვილი იყო ის ბიზინა ივანიშვილი რომელიც დღეს არის. ეხლა ბევრი მაშინ თვლიდა რომ ეს იყო მარგინალური პოზიცია. რომ დააკავშირო ბიზინა ივანიშვილი რუსულ ინტერესებს, დააკავშირო ბიზინა ივანიშვილი რაღაცა ემისრობას კრემლის მით უმეტეს პირდაპირ, ხო? იყო მარგინალური პოზიცია, მაგრამ ნუ რა ვქნა, ასე ვხედავდი. მაგრამ პოლიტიკაში მე მაშინ არ ვიყავი, ჩემო გარდა. გავიგე. ეს იყო ჩემი სამოქალაქო პოზიცია. არა, სამოქალაქო პოზიცია, თავს რატო მიმართებ გიყვებით? ჩემი სამოქალაქო პოზიცია, არა, ჩემი სამოქალაქო პოზიცია იყო. და არც 2013-ში ვაპირებდი პოლიტიკაში მოსვლას, რაღაც დაგიმოვოთ. აბა რა, ბუჯეტი დაგიჭირეთ და წაგიყვანეთ. არა, შემთხვევით აბსოლუტურად ეს იყო 2000 მე როდესაც თბილისის მერის არჩევნებში შევედი, პრაქტიკულად მიშას არ ვიცნობდი, ერთხელ მყავდა ნანახი. სად ნახე? ერთხელ მყავდა ნანახი, ჯერ კიდევ როდესაც ის იყო პრეზიდენტი 2013 წლის დასაწყისში. მაგრამ კი ბატონო, მიდივარ ხედავ. გიყვებით. მრგვალ ბახთან, მეგობართან ერთად ვიმყოფებოდი ერთ-ერთ კაფეში, ეს იყო 2012 წლის ნოემბრის თვე, როდესაც სრულიად შემთხვევით
აი ცნობილ სკანდალი რო ცნობილ. არა, ის მერე იყო ზლატოფ გვალბახთან 2012 წლის ნოემბერი იყო, როდესაც შეხვდა გავიცანა გიგი უგულავა. არის და არც ვიცნობდი, მაგრამ ვისთან ერთადაც ვიყავი. მეგობარი ჩემი გიორგი ხადაგიძე, რომელიც ყოველშაბათი ჩვენი მეზობელია, გვერდითაც ეს ის გიორგი ხადაგიძე. ცხოვრობს, ხო, გიორგი იცნობდა გიგის და მიესალმენ ერთმანეთს, რაღაცა 20 წუთიანი, 25 წუთიანი ურთიერთობა შედგა ჩვენ შორის და რაღაც ერთი კვირის თავზე გიგი უგულავამ და ამერიკა თავად. და ამერიკა თავად თხოვა შეხვედრა, ერთ ორ დღეში ბახსოვს შეხვდით და მითხრა რომ ცვლიდა მოკლედ რამდენიმე გამგებელს თბილისში და სადღაც აპირებდა რეფორმების გატარებას და ხომ არ ვიფიქრებდით აწმიდის რაიონის გამგებლობაზე. მე ხა დავიბადე გავიზარდე ამ რაიონში, მქონდა აბსოლუტურად სხვა გეგმები, ჩემ მეგობრებთან ერთად კერძო სექტორში მივდიოდი. არც მიფიქრია პოლიტიკაზე, რა დაგიმალოთ. ვიფიქრე, ბევრი არ ვიფიქრე და დავთანხმდი. რატო რა мотиваცია? არა, მაშინაც თვლიდი რომ და სიამაყით ვიხსენებ იმ ერთ წელიწადს, როდესაც თაწმინდის გამგებლობა თვიმუშავა, იმიტომ რომ ვფიქრობ ბევრი რამ მოვასწარი. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაც ვინც აი რა გითხრა შენ თვალწინ ზოგი იზრდებოდა და ვიღაცებისთვის მე ვიზრდებოდი ანუ სოლაკელებისთვის თაწმინდებლებისთვის და ვერელებისთვის აქ დავიბადე გავიზარდე კარგი გააკეთეთ როცა გახსნით გამგა მაგრამ აი რა მოგხიბლად ის რომ გამგებელი გერქმეოდა არა რატო საჯარო მოხელი არა ერთი წუთი ვიყავი საჯარო მოხელი აი იმ გადარეულ ვითარებაში ერთი წუთი აი საჯარო მოხელი ხელისუფლებიანობის აი საჯარო აი იქიდან ალბათ შეიძლება დაირწა ან დაიწყო ასე ვთქვათ პროცესი ამ აკვანის დარწის პოლიტიკური აკვანის. როდესაც ვიყავი თაწმინდის გამგებელი და მოულოდნელად ჩემდა რამდენიმე დღესაც კი არიან მაღალჩინოსნები ქართული ოცნების გამოვიდნენ კავშირზე ჩემთან, რა ვიცი, არ დავასახელებ, იმიტომ რომ არ მიყვარს ხა რაც კერძო საუბარია, ის კერძო საუბარით უნდა რჩებოდეს. გავლენიანი მაშინ ძალიან გავლენიანი დღესაც არანაკლები გავლენით სარგებლობენ შემოთავაზეს შემდეგი რამ რომ ირაკლი ღარიბაშვილთან გვინდა რომ შენ მოგიწყოთ შეხვედრა და ვიყავით არ იცნობთ არა ან უკვე შეხვედრილი ვარ მიშასთან ან ჯერ არ ვარ შეხვედრილი ღარიბაშვილი პრემიერი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი თუ შინაგან საქმეთა მინისტრი ერთი კვირის ინტერვალში არა პრემიერ-მინისტრია უკვე 2013 წელია ნუ ბიზნესზე რო წავიდა და ერთი კვირის ინტერვალით ორი მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირი საერთო ნაცნობის და ერთ შემთხვევაში ახლობლის მეშვეობით მithვლის რომ უნდათ შეხვედრა მე შევხვდი მათ ერთ მათგანთან როდესაც ჰქონდა შეხვედრა ერთ ადამიანმა იცოდა მაშინ გიგი უგულავას რა თქმა უნდა ვუთხარი იმიტომ რომ ის იყო თბილისის მერი და მე ვიყავი თაწმის გამგებელი და ყოველგვარი გაუგებრობის ასე ვთქვათ აცილების გამო მე საქმის ყურში ჩავაყენე და ერთი და იგივე გზავნილი ჰქონდათ რომ იქნებ ირაკლის შეხვდეთ ღარიბაშვილს იმიტომ რომ ამას ამდენი კონსპირაცია არ თუნდაც თქვენ ხართ ჩინოვნიკი ისიც ჩინოვნიკი ღარიბაშვილი და ნათელი იყო მოგობ თქვენთან მოვიდოდა ან დაგიბარებდა ნათელი იყო ხა მათთვის რომ მე ვიყავი აბსოლუტურად სხვა მხარეს ხო ხო მაგრამ იქნებ სახელმწიფო საქმეზე უნდა აბსოლუტურად სხვა მხარეს ნუ რო არ უნდათ იმიტომ ცდილობდა მარტივად გეუბნებით შეხვედრა მთხოვეს პასუხობთ უბრალოდ შეხვედრა მთხოვეს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთი ადამიანი შეხვდა რომელიც დღესაც კაბინეტშია არ დაგიმალავთ და მე უარი მიიღო უბრალოდ არ მაქვს რწმენა და არ მაქვს არანაირი ინტერესი მასთან შეხვედრის ამის შემდეგ ერთი კვირის თავზე მეორე ადამიანი შეხვდა იგივე გზავნილით და იგივე პასუხი მიიღო თავიდანვე მქონდა ანტაგონისტური დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ თავიდანვე არ მქონია როგორც ახლა მაქვს ხელისუფალის მიმართ და ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ნუ ინტერესი საერთოდ არ მქონდა, იმიტომ რომ რაღაცა მეგონა თავიდანვე რომ ეს ხალხი იყო აი პროგრესისგან ძალიან შორს და რეგრესის მოტოფიალი ხალხია. და აი ამ უარის მერე დაიწყო ქართულ ბანკის ეპიზოდი? ხო, აი წარმოვიდგენიათ, ეს არის 2013 წელი. და აი ამის შემდეგ ჯერ ახლა თავაზობენ ერთი ხელით რომ მოდი ირაკლის შეგახვედროთ ღარიბაშვილს და ერთი თაობის ამ მახსოვს სიტყვებიც კი მახსოვს ის გზავნილები როგორ იყო შეკაზმული. აბა მითხარით როგორ. ერთი თაობის წარმომადგენლები ხართ, ბევრი საქმეა საკეთებელი ქვეყანაში
და იქნებ გაიცნოთ და მე თქვენ თვითონ შეხედეთ. ხო, აბა ხა. გაცნობა. რაზეც არა, ერთი წუთით, რაზეც ცივი უარი მიიღეს, რა თქმა უნდა, ეხა მოусმინე, მათაც მომისმინეს, ეხა თქვენ გადაცემას ნახავენ, თავის თავს რა თქმა უნდა იცნობენ. მით უფრო ეხლაც ძალიან დიდი გავლენით სარგებლობენ ბიძინა ივანიშვილის კარზე და ერთ მათგანს გეხვეწებით ყურში მითხარით ვინ იყო ის გაფიცეთ რა მითხარ შუამავალი თანამდებობაზე ხლა ვინც არის არა ვინც მე შეხვდა ხო ვინც მე შეხვდა ეხლა სარგებლობს მაღალი გავლენით ივანიშვილის კარზე აღონ არაფორმალური სტატუსი და ერთი არის ფორმალური თანამდებობის ადამიანი ფიქრობ რომ ის რაც კერძოა არ უნდა გამოვიდეს სააშკაროდ არასოდეს ხო დიდ პოლიტიკაში გადავიდა კაცო არა რომელზე გიკეთიათ აი ამის აბა მაჩვენეთ ისე სულ მაინტერესებს ხოლმე კითხავთ ხო ახლა გიწყინებ მაინც გადავჭდები რა ვიცი აბა თუცებ და ბანაობის დროს გიკეთიათ ხოლმე კი ნუ სხვა რა გზა გვაქვს არ სოლდება არა წყალგაუმტარია აი ხარ დავასხა წყალი არა არაფერი არ ჩაირთვება სიგნალიზაცია და სულ სიმუსი არ მოვარდება თუ დასოლდა გულიც არ დავწება მაინდა-მაინც თუ რაღაცა დაზიანდა ის კომფორტს ხო გიქნი იცი და შევეჩვიე რო გითხრათ რომ კომფორტს მიქნის მოგატყულებთ ხო რაღაც განსთა გასვოთ თქოს დაბმული ხარ შეზღუდული ხარ აი რა შედარება ეხა იმ ათობით ადამიანთან შედარებით რომლებიც უსამართლოდ არიან ციხეში და არა ხოლმე რამდენიმე უკანასკნელი თვე წლობითაც კი არიან მაგრამ გარკვეულწილად აი ჩემ რეჟიმშიც უფრო შეიძლება მძიმე იყოს, რა იცი, თან თითქოს თავისუფლებაზე ვარ და თან შეზღუდული ვარ. აი თან ხელის გაწვენის მანძილზეა, რომ ხა ადგე და ჩახვიდე რუსთაველის გამზირზე, აქციაში მიიღო მონაწილეობა, თუნდაც აი 2 დღის წინ ჩადა და თან იცი რომ არ შეგიძლია. და სადამდე შეგიძლია გასვლა? ნუ აი კაი სადამდეც ანუ კარი რო გასცეთ იქ შეგიძლია, ხო? კი, მეტი არა. აი მინდა აი ესე რომ გადაყოთ ხელი. და ესე რამდენი მოხდა? თუმცა ნუ ეხა ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკე. აბსოლუტურად კონსტიტუციას აი გადაურბინეს, გადმოურბინეს და დეპუტატს აუგზალეს ის, რისი აკრძალვის უფლება ასევე კონსტიტუციურად არ აქვს. და არც ვაპირებ შევიზღუდო ამიერიდან და გახსოვთ ხა ბოლო დროს აკუბარდიესთან მისვლა რომ ამიგზალეს ეს იყო საერთოდ თქვენს ხასიათში იმ ამბავს დაგამთავრებინებ ქართულ ბანკზე რაც კითხეთ ჩართვას გავაკეთებ ასე თქვენს ხასიათში ეს თავნებობა თუ ეს რაღაცა მოკრივეობა პოლიტიკური არის, სულ ჩხუბობთ, სულ წიულკივილში ხარ, თუ დარტყმაში ხარ, სულ წინააღმდეგობაში ხარ, რაც პოლიტიკაში ხარ, ხო, აი წეგან ახსენეთ ის კაფეში მე რო შემეშალა, იქიდან და მოყოლებული კახეთში იყო ჩხუბი, არ ვიცი, იქ მე სამეგრელოში გქონდათ კიდე, ხო? და ასე შემდეგ. ანუ სულ მუშტებზე იყურებით. ბოლო ვინ ახლა კაცო? თუ თქვენ რინგი გინდათ, აგერ ბატონო წადით და იყავით რინგზე. სპორტსმენი, თუ პოლიტიკა შეიძლება სხვანაირად გააკეთოთ. არა იცით რა ის რაც თქვენ ჩამოთვალეთ იყო ჩემ შეგნებული არჩევანი რომ იქ მოხვედრილიყავი სადაც მოვხდი მაგალითად არა კი ეტყვით ეხა ბორჯომი მაგალითად ხო ეხა ბორჯომში შეგნებულად ჩავედი თბილისიდან როდესაც ვიცოდი რომ მთელი ოპოზიციური დეპუტაცია ყავდა და ტყვეობაში აყვანილი და აიძულებდნენ განცხადების დაწერას ერთადერთი ოპოზიციური დეპუტაცია ყავდა უმრავლესობის სახით ბორჯომს საკრებულოში დანარჩენ 72 ოლქში იყო ქართული ოცნება და სანამ ჩაჩანიძე ხო? მაშინ ხო, ჩაჩანიძე იყო საკრებულოს თავმჯდომარე და ჩვენ ყავდა ორი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი და ყველასთან ერთად ეს ჩვენი ორი ნაციონალური პარტიის დეპუტატიც აიყვანეს ტყვეობაში. 2 საათი გავიდა, 3 საათი გავიდა, არანაირი ჩამიჩვენე პოლიციის მხრიდან და იძულებული ვიყავი. რა უნდა გამეკეთებია პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, არ უნდა ჩავსულიყავი ადგილზე? არა, ერთი წუთით. ჩემი არა, ერთი წუთით. მაშინ ვინც შეძლო, ვინც იყო თბილისში და ვინც ყველაზე სწრაფად ჩავიდო და ის ჩავიდა და ჩავედი მე. თუმცა ძალიან კარგად ვიცოდი. რატო ჩხუბობთ თქვენ მეთქი? ასაგები იქ რო არ ჩავსულიყავი, არ იქნებოდა ხო ჩხუბი? ჩავსულიყავით, არ გეჩხუბათ. როგორ ადამიანო ჩავედი, შევედი, მოვითხოვე დატყვევებული ადამიანების ნახვა, რომლებიც ყავდათ გამოკეტილნი ოთახში და ესე მაგიდები და სკამები იყო მიდგმული ამსგავ და ფიზიკური დაპირისპირება, როდესაც მათი მხრიდან წამოვიდა 700-მდე ადამიანი ყავდა ჩამოყვანილი, ხო? და ვიღაცა არ ვიცი ბაკურიანის გამგებელი, ეხაც მეცინება ბაკურიანის გამგებელს უკინდა მომეპარა, გახსოვთ, ხო? ნუ აი ინდოს რა უნდა გააკეთო? არ უნდა დაიცო, როცა ხედავ რომ პოლიცია თავს ანუ ხედავს, თავს გესხმის ვიღაცა ქართული ოცნების აქტივისტი, პოლიციელი დგას და არაფერს არ რეაგირებს.
იძულებული ვარ თავი დავიცვა. იგივე ხდებოდა კორცხელში, ბაბატიეთ. ეხლა მთელი მოქმედი და ყოფილი სპორტსმენებით, სოფლიო და ევროპის ჩემპიონები რო ჩამოიყვანეს და პოლიცია ვითომ იდგა ეს დილობის გამო და თავს რო გესკვის. ორაგუტანი, ოკეი, ბატებუტივით რო კუნთები ასკია, რა უნდა გავაკეთო? ერთი რა უნდა არ უნდა დავიცვა თავი? მე შემეძლო იქ არ ყოფილიყავი და კი ბატონო. ან თუნდაც კახეთში კუპატაზეს რო ლამის. არა, რა კახეთში რა? კი ბატონო, ხო, იგი ჩხუბამდე არ მისულა, ხო? მაგრამ რაღა დაატონა. კი ბატონო, მე ვთვლი, რომ შენი პოზიცია, რომელსაც შენ იკავებ, პარტიაში იქნება თუ პარლამენტის დეპუტატის სახით, აი ამ პოზიციას სჭირდება დაცვა. მე თავისუფლად შემეძლო თავში წამოტყვის შემდეგ შემეხედა და ესე იგი მეთქვა რომ მადლობა ეხა თავში რო წამომარტყით ან კორცხელში ან ბორჯომში ან სხვადასხვა ადგილებში და რა მე უკეთესად წარმოჩინდებოდი მე მიმაჩნია რომ აქტივისტზე მეტი უნდა აკეთოს პოლიტიკურმა ლიდერმა მაშინ როდესაც შენ მოწინააღმდეგე ტყავს ოლიგარქი და მთელი პოლიციური სისტემა თავის ზონდერ ბრიგადებით შეგვიქმნა უკანასკნელ წლების განმავლობაში. მე შემეძლო თავისუფლად და დღესაც შემეძლია არ ვიყო იქ, სადაც თუნდაც ოდნავი ალბათობა არის იმისა, რომ ჩხუბი იყოს. მაგრამ განგებ მივდივარ იქ და მეტიც ვცდილობ თავდადობის გარეშე. ვცდილობ ვიყო უფრო წინ ვიდრე რიგითი აქტივისტი. ხო და ბატონიკა უნდა მოვასწრო ვიდრე ჩვენი დრო მოიწურება. იცით რამდენი წელია ჟურნალისტიკაში ვარ? ბევრია. აი ძალიან ბევრი. ხო და თქვენნაირი პოლიტიკოსები ან რატო იქცევიან? დაახლოებით ვიცი. რას გულისხმობთ? აი გეტყვით ახლა. ოღონდ გაფიცებთ ყველაფერს. ხო. არ ვიცი. პოლიტიკურ საფიცარსაც გაფიცებთ, პრივატსაც და ასე შემდეგ. რასაც გეტყვით, გულწრფელად მითხარით. ნახეთ ასეთი მოცემულობა და ქართულთან დაიწყო ხო თქვენი ასე ვთქვათ რეპრესიები. ქართულს გამო ეს გახდა საბაბი. ქართულ აი ხო გითხარით. ამი დაგვერგვინდა. ორჯერ, არა, ის იყო, წამოვიგინეთ, ეხლა 28 ბრალდებული იყო ქართულ ბანკის საქმეზე, 28 თუ არ ვცდები, ან 27. გამომიშლობა აბსოლუტურად ყველას გაუკეთდა არათუ საპროცესო გარიგება, ან განრიდებით გაათავისუფლეს სისხლისამართლებელი დევნისგან, რაც ნიშნავს, რომ არც კი აქვთ ნასამართლეობა. ერთადერთი ადამიანი დატოვეს იმ საქმეში. მე. ხო, არიციან რა მიყონ იმ საქმეში. ხა 27 ადამიანს რო გაათავისუფლებ დევნისგან და მარტო ერთ მელიას დატოვებ, აქ უკვე ჩანს, რომ პოლიტიკურია, ხო ისე, ხო? ხო, ისე ეს პოლიტიკურად მოტივირებული. უცნაური გვარი გაქვთ, ხო, მელია და მელიასავით არ იქცევით პოლიტიკაში ნამდვილად რა. გელიასავით უფრო იქცევით. ხო, იცით რა არის? რთულია რა. მე ბევრჯერ მისაუბრია იმ ჩემ მეგობრებთან, რომლებიც ოპოზიციაში იყვნენ 2003 წლამდე მაშინდელ ხელისუფლებასთან, შევარდნაძის ხელისუფლებასთან და ვფიქრობ გაცილებით უფრო რთული წლები გამოვიარეთ ახლა ჩვენ უკანასკნელ 7 წელიწადში, ვიდრე მაშინ შევარდნაძის ხელისუფლების დროს იყვნენ ჩვენი მეგობრები ოპოზიციაში, იმიტომ რომ გაცილებით უფრო სასტიკი არის ეს ხელისუფლება ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ და მე არ მსიამოვნებს, რო გითხრათ, ეხლა როგორ შეიძლება სიამოვნებდეს, როდესაც ოჯახში მეუღლე, დედა, მამა და ყველა შენი მეგობარი და ოჯახის წევრი ძალიან განიცდის, როდესაც მე ამა თუ იმ არასასიამოვნო ვითარებაში აღმოჩნდები ხოლმე, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს. მე მაქვს ორი გზა. ან უნდა და მქონდა უბრალოდ და მაქვს კიდევაც, ხო, ეხლა. ან უნდა დაუხარო და დამეხარა თავი ივანიშვილისთვის. ან უნდა ყოფილიყავი ბოლომდე უკომპრომისო. მე შეგენებით ვარ კიდევ ერთხელ გეუბნებით ამ ბრძოლაში და კი არ ვთამაშობ უკომპრომისობას, ასეთი ვარ, თავისი მინუსები და პლუსები. თუმცა არ ვიცი, მე მგონი 5 წუთი შევადგინე მასწავლე. თუმცა მე მგონია რომ არსებობს მესამე მხარეც ყველაფერ ამის, რაც საუბრობ და კითხავთ ახლა. თქვენ რეალურად იქეცით გმირად, ოპოზიციის გმირად, აი იმ ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ბოლოს და ბოლოს ემზარ კვიციანმაც კი დაგიჭირათ მხარი და ანუ არ მისცა ახმა, რომ თქვენთვის იმუნიტეტი მოეხსნათ და იქ კარგად ხსნის ეს ცალკე საუბრის თემა. თქვენ ამხანაგური სასამართლოს წინაშე პარლამენტის სხდომაზე მარტო შეხვედით, სადაც თქვენი თანაგუნდელების არ შემოყვნენ. მოკლედ, პირდაპირ მითხარით რა, მიკიდ-მოკიდმის გარეშე.
თქვენ მართლა ასე უბედავთ სააკაშვილს ყველაფერს იმას, რასაც ამბობთ ხოლმე ზოგჯერ მისაწინააღმდეგოს დემოკრატიულობანას თამაშობთ ნაციონალურ მოძრაობაში, თუ თქვენ ცდილობთ რომ გახდეთ რეალური ლიდერი ნაციონალური მოძრაობაში? არჟემილი არ გითხრათ რომ მე არათუ არ შემოვყრენ, ჩემი თხოვნა გაიზიარეს უბრალოდ ევროპული საქართველოს. კარგი, ეხლა არა, მე ვთხოვე, უბრალოდ აზრი არ ქონდა, ეს უნდა ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ შესულიყავით და იქ რაღაცა მასკარადად ემზაკუციასთან დაკავშირებით სულ მახსენდება, წამოვიდეთ ახლა როგორ ოპოზიციაში ვართ ერთმანეთთან, ხო, აბსოლუტურად მიუღებლები ერთმანეთში, ხო? ვაღიაროთ. ახლა ჩემს უკანსხედან პატრიოტ ალიანსის წარმომადგენლები და ჩვენს კი ნაციონალური მოძრაობის წევრები, როდესაც შევდივართ პარლამენტის ხომათა დარბაზში, ახლა სალამი გვაქვს მათთან. და მათაც აქვს ჩვენთან სალამი. ახლა როგორ შეიძლება ყოველდღე ირმა ინაშვილსაც კი ვესალმები ადამიანურად. ხან ხელს ვართოვებ და ხან თავს უხრი, ხო? და ჩემს უკან მთელი 2 წლის განმავლობაში ის და სალომე ზურაბიშვილიც ქუთაისში ვიყავით, ანუ დეპუტატი იყო. არ მახსოვს არ მახსოვს სალამი ეთქვა, რამ გამახსენდა, მაგრამ გამახსენდა რა ხა. არ მახსოვს ქალბატონს ეპასუხოს სალამით სალამზე. მაშინაც კი და საერთოდ არ მეკვრის იმისა თუ როგორ იქცევა ეხა ქალბატონი ის რომ ზემოთ დგას ყველაზე თითქოს ამბობს რომ მე არა ვარ, მე არ უნდა გავაკეთო ამაზე კომენტარი და ასე შემდეგ. სალამი არ იცოდა ამ ადამიანმა და ქვეყნის პრეზიდენტად არის. რაც შეეხება ეხა მიშა სააკაშვილს რეალურად უბედა? არა, ჩვენ მეგობრობთ, რას ნიშნავს რეალურად გეუბნებით. მე მიშა სააკაშვილისთვის არაფერი არასოდეს არ დამიმალავს და არც ვაპირებ დავუმალო. მე ნაციონალური მოძრაობის პრივილეგიებით არ მისარგებლია გითხარით იმ წლის განმავლობაში და ამიტომ ხარ უფრო თამ. არა, დიახაც ის შესაძლებელია, იცით რომ პირდაპირ გეტყვით, მე რომ ანუ 2003 წლიდან ყოფილიყავი მიშა სააკაშვილთან ერთად. მიშა იყო მაშინ უპირობო და არ ეკიდებაც ლიდერი, ხო? რევოლუციონერი იყო და რევოლუციური ხელისუფლება იყო. შეიძლება მე ასეთი მოქნილი ვერ ყოფილიყავი, არ ვიცი, კაც მე არ იცის. ხო, როგორ აიქნებოდა, მაგრამ დღეს მე ვიღაცისთვის უცნაური ვარ, მასთან დამოკიდებულებაში ვიღაცისთვის განსხვავებული ვარ, მაგრამ მე მიხარია რომ მას ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის. და მეტიც მგონია რომ უფრო აფასებს, იმიტომ რომ ამ დემოკრატიულობანაც თამაშობთ თუ რეალურად არ გეკადრებათ, რატო გონიათ რა ეს არ ვიცი გეკითხებით არა ეს იმიჯი, ანუ თქვენ ამბობთ რომ თამაშობთ თითქოს თუ რეალობაა ასიდათ ვაკრიტიკებთ ერთმანეთს? არ არის ეს პარტია ნაციონალური მოძრაობა უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ტრანსფორმირდა უკეთესობისკენ ბევრი მიმართულებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სამუშაო არ არის, ვებერთან სამუშაო გასაწევი. მაგრამ მიშას რატო შეუქმნეს იმიჯი, რომ თითქოს ეს ადამიანი არის მიუკარებელი და ის რასაც იტყვის, შენ არ შეგიძლია გადაათქმევიო ან პირიქით, ეს არ მესმის და ვინც შეუქმნა ძალიან დათური სამსახური გაუწია ჩემისაზე. ბევრჯერ არ დავთანხმები ვარ, ბევრჯერ ის არ დამთანხმებია მე, ჩვენ ვართ მეგობრები და ვართ ამავდროულად პარტნიორები და ვართ საერთო ბრძოლაში და ერთ პარტიაში ერთი ჭაპანის გაწევაში ყოფნა არ ნიშნავს რომ მუდმივად ჩვენ გუნდს უნდა უქმდეთ ერთმანეთს. გული არ დაგწყდათ, როდესაც შეიცვალა გადაწყვეტილება და ზუგდიდის მერობის კანდიდატად აღარ დასახელდით? ვინ იმუშავა პარტიის შიგნით ამაზე? ანუ რო თქვენ აღარ დასახელდით? არა, მე გუცვლად გეტყვით, თქვი კიდევაც. როდესაც სანდრამ გამოთქვა სურვილი ამასთან დაკავშირებით, მე გავიწიე. დიახ. როდესაც სანდრამ და მეტიც ხარი დაუჭირე. ბოლოსკენ გამოთქვა სანდრამ სურვილი, რაც ჩემთვისაც იყო მოულოდნელობა, იმიტომ რომ მანამდე არ ვიცოდი და მე ვემზადებოდი ზუგდიდის მერობის არჩევნებისთვის და ეს ყველა მიცოდა. მაგრამ ბოლო ეტაპზე სანდრამ გამოთქვა სურვილი და მე შეგნებულად, რა თქმა უნდა, პოლიცსაბჭოზე კენჭისყრაზე საკითხი არ დავაყენე და არ ჩავაყენე უხერხო მდგომარეობაში იქ 100 ადამიანი, რომელიც უნდა ამდგარიყო და ხმა უნდა მიეცა ან ნიკასთვის, ან სანდრასთვის. პირიქით, გვერდში დაუდექი, იმდენად ამდენადაც შევძელი. ხა გული არ დამწყვეტია. კარგი. და ალბათ ბოლოს წინა კითხვა. პირადად მე ხანდახან მეჩვენება ხოლმე, რომ 20 ივნისის მოვლენების მერე თქვენ არათუ მარტო ქართულმა ოცნებამ, არამედ ოპოზიციამაც გაგწირათ.
იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენი ყავით ისეთი ალბათ ძალიან კარგად გახსოვთ, როდესაც 19 მაისის არჩევნების აღამოს თქვენ თქვით, რომ შეთანხმებული უნდა იყოს და ასე შემდეგ ქუჩაში გამოსვლა შემდეგ. ანუ თქვენ არ იყავით, თქვათ აი ამ პოზიციაზე და უცებ თქვენ შეგეტენათ რაღაც გადატრიალების მოწყობის მცდელობა 20-ში. ხო, იქ სხვა ლიდერებიც იყვნენ. რეალურად თქვენ და ირაკლი ოქროაშვილი, რომელიც ეხლა ჩაღმოჩნდა. გაგწირათ თუ არა ოპოზიციამ, აი ყოველ ან ხო მითხარით ან არა? არა, არ მაქვს საერთოდ ეს განცდა მეტიც. პრაქტიკულად დღე არ მე ხო შეიძლება მქონდეს. კი ბატონო, დღე არ მე არ მაქვს დღე არ გავა მათთან ურთიერთობის გარეშე, ჩემთვის მეტიც უმრავლესობა მათგანი, ჩემთან სახშიც არის ნამყოფი და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ნუ ირაკლი ოქროაშვილი საერთოდ არაფრისთვის მოზის, ამაზე შევთანხმდით და შევთანხმდებით ყოველთვის მე მგონია. ნუ 20 ივნის რა თქმა უნდა, ეხა არ მანო ვარცეთ ჩემს საქციელზე და ქმედებაზე ისტორიას დარჩება მთავარი და მე მგონია რომ იმ წუთას და იმ დღეს ვიყავი ისტორიის ორ მხარეს. გასაგებია და ბოლოს კმაყოფილი ხარ წვერიან კაცთან შეხვედრით? წვერიან კაცთან შეხვედრით? კი წვერიან კაცებთან შეხვედრა რატო გეკითხებით ამათ არ გაგაცნო? მახსოვს ბიზნესმენი ხო? ივანიშვილმა აი ეს რაგვარია მინისტრი რო იყო ის თხოვდა ოქუაშვილს და ჩხეიძეს გაუშვიდო ჩემზე წვერიან კაცთან. კი ბატონო ესეთი მეხსიერება არ უნდა ქონდეს. პირველად გაგიცანეთ დღეს და მქონდა შესაძლებლობა, ვისაც მადლობელი ვარ. ვფიქრობ, რომ ის კითხვები დაამეშვით, რომელიც ბევრს არ დაუსვია საერთოდ ჩემს მიმართ და მე ვფიქრობ, ცოტა მაინც არ აგიღელდათ რაღაცა ნერვი სადღაც. არა, იცით რატო არ ვღელავ, გეტყვით რა, მე არ ნიშნავს კიდევ ერთხელ მინდა გავიტყვი, რა ბევრი ნაკლი მაქვს და მაქვს რაღაცა ძლიერი მხარეები, შეიძლება ძლიერი პიროვნული ნიშნების მატარებელი ვიყო, მაგრამ ამავე დროს მაქვს რაღაცა ნაკლოვანებებიც, ხო? მაგრამ ამ თვალსაზრისით არასოდეს ამას პრობლემა რატო იცით? გულწრფელი ვარ. მესმის რომ პოლიტიკოსისთვის გულწრფელობა არ არის ყოველთვის უპირატესობა და ამით არ უნდა ამაყობდე, იმიტომ შეიძლება ისე მოცურდე რომ ვერ მიხვდე. მაგრამ ჩემს განსაკუთრებით განმავლობის ცხოვრებასთან დაკავშირებით არ არსებობს არც ერთი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემის დროს ხინჯით რაღაცა გულში მექნება. ისე ზოგი ჭირი მარგებელია, ეს რო არა, ამდენ დროს შულთან ალბათ ვერ გაატარებდით, ხო? არ გამოდის. სანდრო ის და წეღალის მაჩვენას ანამ კამერებს ჩავრთავ. მოდი ერთი წუთი. ფევზები და კუყონ. წამოიყვანე, ხო? ყურებს და ის უფრო აინტერესებს. მოდი ან ეს რა არის? ჩვენ გვაჩვენა. კუ არის. ეს დღეს მოუყვანეს კუ. კი, მე და სანდრო კიდე კაი ზვიგენი არ მოუყვანეს. ძალიან გავუგეთ ერთმანეთი და ერთმანეთს. ზვიგენი. მე და სანდრო ძალიან გავუგეთ ერთმანეთს და დავმეგობდით და დავზმაგაცდით. აქამდე ზვიგენი ხო შევიჭამეთ. ესე კაზოგი ჭირი მარგებელია. აქამდე მამაშვილური ურთიერთობა ჰქონდა და ეხა მეგობრული გვაქვს. ბევრ რამეზე საუბრობთ და იმ დღეს აქ ვივარჯიშე. გამოწევ და საფრთხეოთი ვარჯიშობდი და სანდრო დედა აბანავებდა უპირებდა მას აბაზანაში შეყვანას და აიჩემა რომ გინდა თუ არა ჩემთან ერთად იბანავიო აბაზანაში. ხო და წავედით, ნუ და მეც ჩავწე არ გეგმოთ რაღაცა აუზი კი არის, ჩვეულებრივ აბაზანა გქოს, ვიცით ყველას აქვს ეს თბილისში და ჩავწეკით, ნუ გადმოვიდა მთელი წყალი, მე მგონი ჩავიდა მეზობელთან და აი დამისვა კითხვა, რომელიც ჩემთვის იყო მოულოდნელი და Facebook-ზე დაწერაც მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე რომ არ დამიჯერებენ და რაღაც მეტი ჭრობაში ჩამომართვენ. მომიტრივდა და მეუბნება ეს საათი რატო გიკეთიაო სულ? თორე მამა კაი საათია და ამიტომ წყალი არ შედის და მე მოვაყოლო ესო პოლიტიკური საათიაო და გავბრაზდი, იცით, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ ვიღაცამ უთხრა, ჩემმა მეგობარმა, მამამ ჩემმა ხო არ უთხრა, მაიკომ ხო არ უთხრა, დედა ჩემო, საიდან არ ვიცი, ახლა საიდან მოიტანა. მაგრამ ნუ აი ესეთი რამე მითხრა. ხო და გისურვებთ რომ ეს პოლიტიკური საათი მალე მოგეხსნათ. დიდი მადლობა. და დაბრუნებოდით თავისუფალ ცხოვრებას. მადლობა. მადლობა. ორჩა.